იქ ბიჭი ჩავარდენილა იმაშიო და დანარჩენი ბავშვია, რამდენი წლის? არ ვიცი მგონი 13-ისაო. არც ვიცი სად ცხოვრობდა, ან ვინ იყო, საიდან იყო, არაფერი არ ვიცი. გუშინ მოხდა ეს? წუხელის მომხდარა და რავი ჩვენ ვერაფერი ვერ გავა ეს ბავშვი. არ ვიცი, ველოსიპედი გდებულა იქა და იმეთი სუქნიად. ჩანაწერი ვნახეთ, ველოსიპედით გამოიარა და აიქ ბოლო ხერო დგას შემოღობილთან, იმ ადგილას გააჩერა ის ველოსიპედიც. და ველოსიპედი იქით? კი, ველოსიპედი იქ რაღაც წერაფიდან იჩაბი ქონდა, როგორც ვიცი, რაც ვნახეთ, რაც გამოჩნდა. დანარჩენი იქ არაფერი არ ჩანს საერთოდ. აი ამ კამერიდან უყურებთ. კამერაში ჩანს ვის პირველ საათზე გაიარა ამ ბავშვმა, იქ გაჩერდა და დანარჩენი არაფერი არ ჩანს. ვერაფერი ვერ გაარკვიეს. მთელი ღამე იყვნენ პოლიციის თანამშრომლები მოსულები და არ ყვებდნენ, უყურებდნენ ჩანაწერებს და ვერაფერი ვერ გაიგეს. დაზიანებები ბავშვთა აქვს? არ ვიცი, ვერ გეტყვით. რაიმე საეჭვო ხო არ შეგიმჩნევა? არაფერი. ეს ბავშვი ამ ტერიტორიაზე შეგიმჩნევია? არა, რა თქმა უნდა, არა, ამ ტერიტორიაზე როგორ უნდა შეგვემჩნია? ფენს კამერებში ტერიტორია. ჩანს ბატონო. რაც ჩანს, მე ჯერ ვერ გეტყვით ამას, სანამ პოლიცია არ მოგცემს მითითებებს და საქმე ძიებაშია და მე არ ვიცი. ორი დღის წინ კიდე ყოფილა ჩიჩქინდა რა რაღაცეებს იქ, რავი, რკინას ეძებდა რაღაც. ისე იმ ადგილზე მივიდნენ, სადაც ჩიჩქინდა, რომ ეგულებოდათ. მე ველოსიპედი რო ნახეს, დაუყენებია, გაუჩერებია. რო ნახეს მე დიდი ტრანშე იყო გაჭრილი. ეი გადაიხედეს, კირკა დაინახეს მე ბიძამ დაიმო. და დაიწყეს ამოთხრა და ნახე სადღაც 1.5 მეტრო მიწა დაყრილი ქონდა საწყის. დაზიანებები არ ქონდათ ხედავს? რავი, არაფერი რო ამოასვენეს და რო ნახეთ, მარტო თავი ქონდა, სახე ქონდა გალურჯებული, გაშავებული რა. ანუ დარტყმული. დარტყმული არა, რავი, უფრო გაგუდული რო არის ადამიანი ეგრე, რა მიწამ ალბათ გაგუდები. კვადროციკლი უნდა ეყიდა, რაღაც გარკვეული თანხამოგროვებული ქონია.